გიორგი ხათაშვილის დაკავება, უბრალოდ ძელვათა ყანა ასეთი კვალიფიკაციით შემოყალიბდა როგორც ჩვენი ინფორმაცია გვაქვს და რის ამ ხათაშვილის გადაინაცვლების სამწუხაროდ ბაკავისთან გაცვლაზე ითხოვენ. კი. ამასთან დაკავშირებით ხათაშვილი ფაქტიურად უკანონოდ გაიტაცეს ოსიერონების გაურკვეველი ვინაობის და პროფესიის წარმომადგენლებმა, ალბათ არიან, რა თქმა უნდა, უკანონო შეერაღებული ფორმულების წევრები. ეს მოხდა 22 აგვისტოს, საღამოს იგი გავიდა თავის მქმნელი ავტომანქანით სოფელ ქათათრის მიმართულებით და იქ მოხდა ოსების მიერ მისი ძევლად აყვანა. ფაქტიურად ეგრეა. რაც შეეხება ბაკაევს, ითხოვენ ახლა ეგენი ბაკაევზე გაცვლას. ბაკაევზე მოგახსენეთ, ბაკაევი გენადი იყო დაკავებული ჩვენი სამშვიდობო ძალების ჯარისკაცების მიერ. იგი მოძრაობდა იგივე თავის მქმნელი ავტომანქანით, იგი გააჩერეს, შეამოწმეს ავტომანქანა და შემოწმებისას მას ავტომანქანის საბარგულში აღმოაჩნდა გარკვეული სახელობის საბრძოლო მასალა. რა თქმა უნდა, იქ გადაცემული იქნა შესაბამის ორგანოებში. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იარაღის საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა გადაზიდვა თარებისათვის. მიმდინარეობს გამოძიება მის მიმართ. აქ უნდა აღნიშნო, რომ ბაკაევი არის სისხლის სამართლის დამნაშავე ფაქტიურად. ის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო რაც შეეხება ხათაშვილს, იგი უკანონოდ იყოფება პატიმრობაში. და რაც შეეხება რომელიც მხარე ითხოვს ზუსტად მაგ მიზეზის გამო, მაგ გარემოების გამო გაცვლა ალბათ არ მოხერხდება. და რაც შეეხება ხალხმოსახლეობის პროტესტს, ვის მიმართ არის? მე მოსახლეობის პროტესტი გასაგებია, ეხლა ახლობლები ყავს იმ ხათაშვილს და გასაგებია სულ ყველაფერი, რაზე ვლაპარაკი ახლა. იმყოფება ფაქტიურად ძევლად და კი კავშირი აქვს მობილური ტელეფონის საშუალებით, უგებენ უკავშირდებიან ერთმანეთს, გარკვეული კავშირი აქვს, მაგრამ გასაგებია მათი აღშფოთება. ჩვენს რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა იგი ძევლობიდან გათავისუფლებული იქნას. დაიწყო თუ არა ლაპარაკი მიმდინარეობს ჩვენი სამართალდამცავ თამცა ორგანოების დონეზე, ჩვენ გვქონდა კავშირი, რა თქმა უნდა დღევანდელ პირობებში ოსური მხარის თავს იკავებს მაგაზე, რა თქმა უნდა. ნახოთ რა იქნება ყველაფერს ვეცდებით, რომ დარეგულირდეს ეს სიტუაცია. გაუს მილიციის და მილიცია, პოლიცია ჩვენი მილიცია. Canto Banos não, isso aí.